დღეს ჩვენი ქვეყანა გამარჯვების დღესზე იმობს. 94 წლის წინ დასრულდა ბრძოლა თავისუფლებისთვის. ამ დღეს ჩვენ არა მხოლოდ გავათავისუფლეთ ჩვენი ქვეყანა, არამედ საფუძველი ჩავუყარეთ ახალი, თანამედროვე თურქეთის მშენებლობას. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენ დაღუპულ გმირებს, ასევე ქვეყნის ლიდერსა და რესპუბლიკის ფუძემდებელს ქემალ ათათურქს. წლევანდელი წელი განსაკუთრებით რთული იყო ჩვენთვის. ტერორისტების შეტევები, გადატრიალების მცდელობა, რეგიონული კრიზისი. თუმცა გადავწყვიტეთ აღვენიშნა ეს დღე საელჩოში ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად. ჩემთვის დიდი პატივია ვიზეიმოთ ეს დღე საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც ჩვენი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. ეს განსაკუთრებით გამოჩნდა 15 ივნის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ და ქართულმა ხალხმა განსაკუთრებული სოლიდარობა გამოიჩინა ჩვენს მიმართ. ამის დასტური იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთში, ასევე მაღალი წარმომადგენლობა დღევანდელ მიღებაზე. ამიტომ მე კიდევ ერთხელ სიამოვნებით მინდა მივესალმო საქართველოს მოსახლეობას. გამოთქვა კარგი მომავლის იმედი და აღვნიშნო, რომ თურქეთი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშე, ცდილობს რაც შეიძლება მეტი გააკეთოს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ამას ჩვენ კიდევ უფრო კარგად გავაკეთებთ ჩვენს პარტნიორებთან და ალიანსის წევრებთან ერთად, რომელთა შორის საქართველოც იგულისხმება, რა თქმა უნდა. ჩვენ არა მხოლოდ ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ნატოში სწრაფის მხარდაჭერას, არამედ ვაგრძელებთ და ვავითარებთ საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობას.